ვისაუბრებთ ტოპ 8 ტკივილგამაყუჩებელზე. სიძლიერის მიხედვით მილყები შედარებით სუსტებიდან ბოლოში იქნება ყველაზე ძლიერი და მათ შორის განსხვავებაზეც, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი ფასი, ხო? იტყვის ადამიანი რომ რატო ამბობ ყველაზე სუსტს, მაგალითად რატომ და დავლიო საერთოდ სუსტი, მაშინ როცა პირდაპირ ძლიერი, კარგად ვიქნები, ხო? ის არის რომ იხდი უსაფრთხოებით, ანუ რაც უფრო ძლიერია პრეპარატი, მით ნაკლები აქვს უსაფრთხოება, ეს ოქროს წესია წამლებთან დაკავშირებით, ამიტომ ზოგჯერ არის რომ სუსტი საკმარისია და არაა საჭირო ძლიერის გამოყენება, ისევე როგორც თუ რაღაცა პატარა რამის გაკეთება გინდა, პატარა ლურსმაზე უროს არ ურტყავ, იმიტომ რომ ურომ შეიძლება ის მთლიანი მაგიდა ჩაამტრიოს, რომლის დაჭედებაც გინდა. აი ამიტომ სუბუქი ტკივილებისთვის ან სუბუქი ხანგრძლივი ტკივილებისთვის სუსტ და უსაფრთხო პრეპარატებს ვიყენებთ და პირიქით, როცა ძლიერი ტკივილია, მაშინ ყველაფრის ფასად ჩვენ ტკივილის გაყუჩებაა ჩვენი მიზანი. ადამიანების ტკივილის უმეტესობა მოდის რაზე? 90% ტკივილების მოდის ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი, კისრის ტკივილი, ტკბილის ტკივილი, თავის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი და ასე. უმეტესად სახსრები წელი და ასეთ ჩივილები აქვთ ადამიანებს. შეიძლება უმეტესად შველა. და ეხლა მუღამი, ესე ვთქვათ, ამ ანთებისაწნავლივ არასტეროიდების რა არის? ეს არის კლასი პრეპარატების, რომლებიც არიან სტეროიდები. ამიტომ დაარქვეს, ანუ ანთებისაწნავლივ არასტეროიდები ქვია უზარმაზარ კლას პრეპარატებისას, რომლებიც არ არიან სტეროიდები. კორტიკოსტეროიდები, რომლებიც არ არის. კორტიკოსტეროიდები არიან ძლიერები, მაგრამ მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები აქვს, ამიტომ თქვენს რომ მოდი ის წამლები ვთქვათ, რომლებიც არ არიან კორტიკოსტეროიდებია და აი ეგ დააყენეს ეს ყველაფერი. ბევრი მათგანი თქვენ გეცნობათ, მაგალითად ნაპროქსენი, იბუპროფენი, დიკლოფენაკი, კეტოროლაკი და ასე. შესაბამისად ყველაზე ვისაუბრებთ უმეტესობაზე ყოველ შემთხვევაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. და დავიწყოთ ერთ-ერთი, რომელიც არის უსაფრთხო, მაგრამ შედარებით სუსტი, მაგრამ ძალიან ხელწამოსაკრავიც არა. ეს არის მელოქსიკამი. მელოქსიკამის მუღამი, ესე ვთქვათ, რა არის, რომ ზოგადად გვაქვს ეგეთი კასკადი, როცა ანთება ხდება, სინთეზირდება მოლეკულები, ორნაირი მოლეკულა, ციკლოოქსიგენა და 1 და ციკლოოქსიგენა 2. და ეს მოლეკულები წარმოქმნიან პროსტაგლანდინებს. პროსტაგლანდინები არის მე კიდე მოლეკულები, რომლებიც უკავშირდებიან რეცეპტორებს, იწვევენ ანთებას, იწვევენ შეშუპებას, იწვევენ ტკივილს და ასე. ანუ პროსტაგლანდინები არის ჩვენი პრობლემა, მოკლედ რა და ებრძვიან მელოქსიკამი ებრძვის ციკლოოქსიგენაზა 2. ანუ ციკლოოქსიგენაზა 1 გვაქვს და ციკლოოქსიგენაზა 2 ორგანიზმში. ორივე მონაწილეობს ანთებაში, მაგრამ ციკლოოქსიგენაზა 2 მეტად მონაწილეობს და ციკლოოქსიგენაზა 1 არა მარტო ანთებაში მონაწილეობს, არამედ კუჭის დამცავი ფუნქციაც აქვს და მაგას რო აბლოკირებს, მოკლედ კუჭს უჭირს მე რა, ან კუჭს აღიზიანებს ჩვენ უბრალოდ რო ვამბობთ ხოლმე, ან კუჭი სისხლდენას იწვევს და ამიტომ არის რომ შექმნეს ისეთი პრეპარატი, რომელიც ციკლოოქსიგენაზა 2-ზე მოქმედებს, მარტო მაგას აინჰიბირებს, ან მაგას თრგუნავს აჩერებს, იმას არ აჩერებს. ნაკლებად აჩერებს, მოდი ესე ვთქვათ. სადა არა, ნაკლებად. და ზუსტად ამიტომ ძალიან უსაფრთხოა მელოქსიკამი თვეების განმავლობაში შეიძლება მისი მიღება. ზოგადად ბევრი ანთებისაწინააღმდეგო არასტეროიდი მიიღება მხოლოდ რამდენიმე დღე და მელოქსიკამის მიღება შეიძლება თვეების განმავლობაში, ზოგჯერ წლების განმავლობაში და ვისთვის ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ოსტეოარტრიტი, ქრონიკული მუხლის ტკივილი, ქრონიკული წელის ტკივილი, ანთება და სუსტი ანთება, სუსტი ტკივილები, რევმატოიდული ართრიტი ამ ადამიანებისთვის არის კარგი. განსაკუთრებით ასაკოვნებისთვის, რადგან ასაკოვნების ბევრი პრობლემა აქვს და ძირითადად არ ჭირდება კუჭის დამცავი, რომ ამბობენ ხოლმე, კუჭის დამცავის უნდა, ძირითადად არ უნდა კუჭის დამცავი, ამიტომ მელოქსიკამი მიიჩნევა უსაფრთხოდ. მეორე არის ცელეკოქსიბი. ცელეკოქსიბი საქართველოში საკმაოდ ძვირი ღირს და ესეც ციკლოოქსიგენაზა 2-ის ინჰიბიტორია, ანუ სელექციური ქვია. სელექციური ნიშნავს, რომ
მხოლოდ ციკლოქსიგენაზა 2-ს აინჰიბირებს, მხოლოდ მასზე მოქმედს არა 1-ზე, ანუ ციკლოქსიგენაზა 1-საც კი არ აინჰიბირებს, არამედ მარტო 2-ს. და ამიტომ ქვია სელექციური, ესეც აბსოლუტურად არ არის, თავის რისკები ამასაც აქვს, ანუ კუჭის გაღიზიანება მან შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ დაბალი ალბათობაა ძალიან. ამიტომ კუჭის მიმართ მიიჩნევა უსაფრთხო ცელეკოქსიბიც და ანუ ცოტა უფრო ძლიერია მელოქსიკამზე და თან ცოტა უფრო უსაფრთხოა კიდე კუჭისთვის. ანუ უფრო დიდი განსხვავება მელოქსიკამსა და ცელეკოქსიბს შორის ფასია. ანუ ეს უფრო მოდერნული ვერსიაა მოკლედ და ის შედარებით უფრო ისეთია. თუმცა ორივე კარგია განსაკუთრებით ქრონიკული პრობლემები, ვისაც აქვს იმ ადამიანისთვის, მაგალითად ოსტეოარტრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ქრონიკული წელის ტკივილი, სახსრების ტკივილი და ესე. ნაკლებად ან არ აღიზიანებს კუჭას. ამიტომ რომ როცა უნდა ხოლმე ასაკონებს გამოუწერონ წელი ტკივად და ესე, მაშინ ცელეკოქსიბი არის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი, როცა ქრონიკული ანთება აქვს, არა, ამ მომენტში თუ კბილი ტკივა ადამიანს ცელეკოქსიბი ვერ უშველს. მესამე არის იბუპროფენი. იბუპროფენი მე მგონია რომ ყველას ხსმენიათ. იბუპროფენი არის ოქროს სტანდარტი, ვინც ალბათ 25-ს გადაცდა, თითქმის ყველას ემახსოვრება იმ ადამიანს ასპირინის როლი, ასპირინი იყო ძალიან პოპულარული ადრე. ასპირინი ინიშნებოდა ძალიან ხშირად და აი თუ ვიტყვით რომ ასპირინი რამ ჩაანაცვლა დღეს, ასპირინი ჩაანაცვლა იბუპროფენმა, იბუპროფენი არის ოქროს სტანდარტი, ანუ როცა უნდათ რომ როცა ადამიანს რამე ტკივა და არ იცი რა დაუნიშნო. აი მაგ დროს ყიდულობ იბუპროფენს. დაახლოებით ეგეთი არის იბუპროფენი, ანუ უნივერსალურია. უნივერსალია თავის საქმიანობაში. იბუპროფენს აქვს კარგი უსაფრთხოება და კარგი ეფექტურობა. ანუ თავის ეფექტს აღწევს ძალიან მალე, არის ეფექტური ძალიან, ანთებას ამცირებს ორგანიზმში, თუმცა კუჭის მიმართ ძალიან უსაფრთხო არ არის. ეგ არის რეალური პრობლემა. თორე სხვა მხრივ, ყველა მხრივ კარგია და ქრონიკულად არ გამოიყენება, მაგრამ თუ ტკივა კბილი, თავი, მენსტრუალური ტკივილი, კუნთების ტკივილი, სპორტში დაეზიანდა ადამიანის სიცხე აქვს, ყველაფრისთვის იბუპროფენი კაია ამ მხრივ. და აი სიცხე მთავარი შემოვიდა რომ სიცხე თუ აქვს, სიცხესაც იბუპროფენი შველის. ზოგადად ანთების საწმენდი არასტეროიდები სიცხეს შველის ნამდვილად. იბუპროფენი ზოგადად გამოიყენება დღეში ერთხელ ან ორჯერ, შეიძლება სამჯერაც, ოღონდ მაქსიმალური დოზა 1200 მილიგრამზე მეტი სასურველია რომ არ იყოს. ამიტომ თუ იქნება გამოიყენება 200-იანიც, 400-იანიც ყოველ 6-8 საათში ერთხელ. საშუალო მსუბუქი ტკივილის დროს და თუ ტკივილი არის უფრო ძლიერი, მაშინ 400-დან 600 მილიგრამიანი გამოიყენება 6-8 საათში ერთხელ და სასურველი რომ დღიური დოზა არ აღემატებოდეს 1200 მილიგრამს. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების დამატება, ანუ კუჭის დამცველების დამატება როგორც წესი არ არის საჭირო. თუმცა თუ ცოტა ხანგრძლივად ან მაღალი დოზებით იღებს ადამიანი, ან მაღალი რისკი აქვს კუჭის სისხლდენის, მაშინ უმატებენ ხოლმე პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს, მაგალითად ომეპრაზოლს, ლასოპრაზოლს, პანტოპრაზოლს, ან ადამიანი, რომელსაც აქვს ასაკი, ან ისტორია, სტეროიდებს თუ იღებს, ან ანტიკოაგულანტებს თუ იღებს, მაგრამ იბუპროფენი მაინც რჩება მოკლედ როგორც ერთ-ერთ საუკეთესოდ და ერთ-ერთ ყველაზე ესე ვთქვათ კარგ და პირველი რიგის პრეპარატად, რომელიც როცა არც ირასაკეთებ, იღებ იბუპროფენს. აი ეგ არის იბუპროფენის არსი. შემდეგი არის ნაპროქსენი. ნაპროქსენი არის გამორჩევა იმით, რომ აი იბუპროფენივით აღონდ უფრო ხანგრძლივი მოქმედება აქვს. აი ეგ აქვს, ანუ თითქმის იგივე ეფექტურობა აქვს, რაც იბუპროფენს, თითქმის იგივე, მეტნაკლებობით, ზოგჯერ მოიხსენიება, რომ შეიძლება ცოტა უფრო ძლიერი იყოს. მაგრამ არა ყოველთვის. მაგრამ ცოტა უფრო ძლიერად მიიჩნევა და უფრო ხანგრძლივად შეიძლება მისი მიღება. კარგი არის სახსრების ტკივილისთვის, ესების ტკივილისთვის, წელის ტკივილისთვის, მენსტრუალური ტკივილებისთვის,
ორივე ციკლოქსიგენაზა ერთსაც და ორსაც აინჰიბირებს, ანუ ეს არ არის სელექტიური, მაგრამ არის თან ეფექტური. აქვს ხანგრძლივი ნახევარდაშლის პერიოდი, ამიტომ რომ ერთხელ დღეში მიიღებ და მთელი დღე აღარ გტკივა. ეგ აქვს კარგი, ანუ მისი ერთხელ დღეში მიღება შესაძლებელია. ასევე შედარებით უსაფრთხოა იმ ადამიანისთვის, ვისაც გულის რისკები აქვს. მაგალითად, წნევას წევს ზევით და შეიძლება გაზარდოს ინფარქტის რისკი, ან ინსულტის რისკი. ანთებისაწამლო არასტეროიდებმა, სხვებმა და შედარებით უსაფრთხოდ ამანაც ნაპროქსენას მაგრამ შედარებით უსაფრთხოდ მიიჩნევა ეს. ამიტომ ერთ-ერთი შედარებით ალტერნატივაა რა, რომელიც მაგალითად განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც დიკლოფენაკი ჭირდება, დიკლოფენაკი უფრო ძლიერია და უფრო ძლიერია, მაგრამ გულის მხრივ პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს და აი ნაპროქსენი მიიღება ამ დროს. ადამიანს თუ წყლულია, კუჭის წყლი არ არის რეკომენდირებული, ან სისხლდენის რისკი თუ აქვს. ზოგადად გასათვალისწინებელია, რომ თუ ადამიანს სერიოზულად კუჭის სისხლდენის რისკი აქვს, ან კუჭი სერიოზულად აწუხებს და ძალიან ძლიერი ტკივილი არ აქვს, მაშინ პარაცეტამოლია ყველაზე უსაფრთხო. ან პარაცეტამოლი არის საკმაოდ ეფექტური და კუჭის მხრივ პრობლემები არ აქვს. ამიტომ ვისაც ეგრეა საკითხი, ვისთანაც რომ ჭირდება ტკივილგამაყუჩებელი, მაგრამ თან იმ ძალიან არ ტკივა და თან კუჭზე ეშინია და პრობლემები აქვს, მაგისთვის არის პარაცეტამოლი იდეალური. ან პარაცეტამოლი საერთოდ არ აღიზიანებს კუჭს. და სისხლდენის რისკიც არ აქვს. ნაპროქსენს რაც შეეხება, ინიშნება ხოლმე 500 მილიგრამიანი ან 250 მილიგრამი 8-12 საათში ერთხელ. იმიტომ როგორც წესი, ორი მიღება ყოფნის ხოლმე და ზოგ ადამიანს ყოფნის ხოლმე ერთიც. იმიტომ რომ დაახლოებით მისი ეფექტი 12 საათი გრძელდება, თითქმის მთელი დღე გრძელდება და თუ იმ მომენტში ტკივილის გაყუჩება ჭირდება ადამიანს და ანთების შემცირება, ეს 12 საათი როგორც წესი საკმარისია ხოლმე, თუ არ არის რა თქმა უნდა ქრონიკული ანთება. თუმცა საყურადღებოა ის, რომ რისკი კუჭის მხრივ ნაპროქსენს აქვს, რისკი აქვს თირკმელების მხრივ, თირკმლის ქრონიკული დაავადება ვისაც აქვს. ამიტომ კურსი ამ ნაპროქსენის არ უნდა იყოს 7 დღეზე მეტი. არ არის სასურველი 7 დღეზე მეტი. ზოგადად ნაპროქსენთან ერთად პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენება სასურველია, უფრო მეტად ვიდრე იბუპროფენთან, ანუ იბუპროფენი ცოტა უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევა. თუმცა ზოგჯერ თუ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში იღებს ადამიანი, არ ჭირდება და თუ ასაკიანია და ცოტა ხანგრძლივად იღებს, მაშინ როგორც წესი კუჭის დამცავებიც ჭირდება ამ დროს. შემდეგი წამალი არის დიკლოფენაკი. დიკლოფენაკი არის ძლიერი, ჩქარი და ეფექტური. ის ბევრად ძლიერია ვიდრე იბუპროფენი და ნაპროქსენი. ბევრად ძლიერში არ გულისხმობა 3-ჯერ და 4-ჯერ. მაგრამ 30%-ით რაღაც ესე გააჩნია. უფრო ძლიერია მოკლედ იბუპროფენი და ნაპროქსენზე, ორივეზე, მაგრამ ნაკლებად უსაფრთხოა. ძალიან მაღალი ქულით შეფასდება თუ როგორც ტკივილგამაყუჩებელი ნამდვილად. ციკლოქსიგენაზა 1 და 2-ს ორივეს აინჰიბირებს და ადვილად გრძნობს ტკივილის გაყუჩებას ადამიანი, ადვილად გრძნობს ანთების შემცირებას და გამოიყენება ტკივილების დროს, როცა ძალიან ტკივა ადამიანს, მაშინვე როცა ტკივილის გაყუჩება საჭირო, მაგალითად კუნთი დაუზიანდა, ტრამვა, ოპერაციის შემდგომ, კბილი ტკივა, ამების მერე, ან მაშინვე სადაც საჭირო. ოღონდ პრობლემა ის არის, რომ გულის მხრივ არ არის უსაფრთხო, შეიძლება გულის რისკები გაზარდოს, მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი, ან ინსულტის რისკი, კუჭის სისხლდენის რისკი. ამიტომ არის, რომ ყურადღებით უნდა იქნეს გამოყენებული და ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, ძირითადად 50 მილიგრამი მიიღება 3-ჯერ დღეში და მალევე აქვს ეფექტი 10 წუთში დაახლოებით და როგორც წესი აუცილებელია კუჭის დამცავების მიღება მასთან ერთად. კურსი 3-7 დღეზე მეტი არ უნდა იყოს დიკლოფენაკის, თუ ძალიან აუცილებელი არ არის, როგორც წესი, მით უმეტეს ექიმის მეთვალყურების გარეშე კუჭის დამცავების მიღება აუცილებელია, მაგალითად ლანსოპრაზოლი ერთხელ დღეში ან ომეპრაზოლი ერთხელ დღეში დილით.
შემდეგი პრეპარატი არის კეტოპროფენი. კეტოპროფენიც ძლიერია საკმაოდ, აი დიკლოფენაკთან ახლოს დგას. როგორ არის იბუპროფენი, იბუპროფენზე უფრო ძლიერი არის ნაპროქსენი, ნაპროქსენზე უფრო ძლიერი არის კეტოპროფენი და კეტოპროფენზე უფრო ძლიერი არის დიკლოფენაკი. ანუ კეტოპროფენი დგას დიკლოფენაკსა და ნაპროქსენს შორის სადღაც. კეტოპროფენიც არის, აი როცა ადამიანს აქვს ტკივილი, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი, მწვავე ტკივილი, როცა კბილის ტკივილი, მოკლედ აი დიკლოფენაკზე ნაკლებ ეფექტური როცა უნდა, მაგრამ ნაპროქსენზე უფრო მეტად, თუმცა რისკები მაინც აქვს. რისკები აქვს კუჭის წყლული თუ აქვს ადამიანს, ან სისხლდენის რისკი აქვს, ან თირკმლის პრობლემები აქვს ამ შემთხვევაში. 50 მგ მიიღება ხოლმე 2-3 დღეში როგორც წესი კეტოპროფენი და ეფექტი დგება დაახლოებით 9 საათში. დიკლოფენაკივითაა მაგ მხრივ, თუმცა დიკლოფენაკზე ცოტა უფრო სუსტია, თუმცა ტკივილგანაყუჩების ეფექტი გრძელდება 8 საათი დაახლოებით, რაც ამ მხრივ კარგია და ხანგრძლივი დროის გამოყენება არ არის რეკომენდებული. 7 დღემდე არის გამოყენება რეკომენდირებული და პროტონუს უმბოს ინჰიბიტორები ან კუჭის დამცავები ჭირდება მოკლედ კეტოპროფენსაც. ეტორიკოქსიბი არის შემდეგი. აი შემდეგ ეს ეტორიკოქსიბი არის ძლიერი და თან შედარებით უსაფრთხო, მაგრამ ძვირიც, ეგ არის ის ძლიერია ვიდრე იბუპროფენი და ნაპროქსენი და თან მათთან შედარებით უსაფრთხოა. აი დიკლოფენაკივით არის ძლიერით და განსაკუთრებით ანთებები, სახსრების ანთებების დროს გამოიყენება ხოლმე. ციკლოქსიგენაზა 1 საათს არ თრგუნავს, ან სპეციფიურია, ამიტომა უსაფრთხოება რო შედარებით მაღალი აქვს და ტკივილს კარგად აყუჩებს, ანთებასაც კარგად ჩვენის. უსაფრთხოებაც საკმაოდ მაღალი აქვს, არა ძალიან მაღალი, მაგრამ საკმაოდ მაღალი აქვს და ძალიან ეფექტურია, მოკლედ რა, აი მაგ მხრივაა კაი და ოსტეოართრიტის ტკივილი ვისაც აქვს, ქრონიკული სახსრების ტკივილი ვისაც აქვს, ოსტეოართრიტის ტკივილი ვისაც აქვს, ქრონიკული სახსრების ტკივილი ვისაც აქვს, წელის ტკივილი, რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრის შეტევები, ამ შარდმჟავას დაგროვება სისხლში იცის ხოლმე შეტევები სახსრებზე და აი მაგ ტკივილგანაყუჩებისაც გამოიყენება. მოკლედ კარგია და განსაკუთრებით მაშინ, როცა საწესოუნებელი სისტემის მხრივ დაზოგმა გჭირდება, თუმცა გულის მხრივ რისკები მაინც აქვს, ანუ წნევა შეიძლება გაზარდოს და იმ ადამიანს, ვისაც ინფარქტის რისკი აქვს, არ არის სასურველი. როგორც წესი 90 მგ გამოიყენება ხოლმე ერთხელ დღეში, შეიძლება 120 მგ ერთხელ დღეში 5-8 დღის განმავლობაში როგორც წესი და ანუ აქ მნიშვნელოვანი არის რომ ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური ეფექტი გვაქვს და შედარებით უზოგავთ კუჭს. ეგ არის მთელი მუღამი ამისი და თუმცა რისკი გულის დაავადების შეიძლება გაზარდოს, ამიტომ ხანგრძლივი მიღება მისი არ არის რეკომენდირებული და კეტოროლაკი არის ყველაზე ძლიერი ამათ შორის. კეტოროლაკი აი ძალიან ძლიერია, იმდან ძლიერია ოპიოიდებს უახლოვდება თავისი სიძლიერით, თუმცა ოპიოიდები არ არის, მაგრამ ძალიან ძლიერია კეტოროლაკი და მაგრამ უსაფრთხოება შედარებით ნაკლები აქვს, სისხლდენა შეიძლება გამოიწვიოს, თირკმლის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. არასელექტიურია, ციკლოქსიგენაზას 1 და 2 ინჰიბიტორებს ახლავს, მაგრამ ძალიან ძლიერად, მოკლედ და ამ მხრივ არის საშიში 10 მგ გამოიყენება ხოლმე ყოველ 6 საათში ერთხელ. ანუ 40 მგ-ს არ უნდა აცილდეს დღის განმავლობაში ეგ არის და დაახლოებით 6-8 საათი გრძელდება მისი მოქმედება. 5 დღეზე მეტი გამოყენება არ არის რეკომენდირებული, 5 დღის მერე შეიძლება თირკმლის დაზიანების რისკი გაზარდოს ძალიან, ან სისხლდენის რისკი გაზარდოს და თან იმდენად ძლიერია და ძალიან ხანმოკლედ უნდა გამოიყენოს ადამიანმა და არ არის რეკომენდირებული მისი ხანგრძლივი გამოყენება. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კუჭის დამცავები დაუმატო, მაინც ვერ დაიცავ კუჭს სათანადოდ, ამიტომ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ კეტოროლაკს იყენებს ადამიანი, რომ ხანმოკლედ გამოიყენოს მხოლოდ. აი ეს იყო რაც უნდა გცოდნოდათ რეალურად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებზე. ჩვენ გავიარეთ ტოპ 8 მათგანი
და იცით რომელია ყველაზე ძლიერი და რომელია ყველაზე უსაფრთხო და საშუალო და რომელია ოქროს სტანდარტი, ეს არის იბუპროფენი. ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენით. ვისაც გინდათ არხის მხარდაჭერა, აღწერაში არის დონაციების ეს ანგარიშის ნომრები და შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები, რადგან რეალურად არხის ფუნქციონირებისთვის მოითხოვს ეს ძალიან დიდ დროს, რასაც ვაკეთებ და ძალიან დიდ ენერგიას და იმისთვის რომ შევძლო ამის კეთება, რეალურად ჭირდება მხარდაჭერა ამაში და ვისაც გააქვს საშუალება, რა თქმა უნდა, დონაციები გააკეთეთ, ხოლმე გთხოვთ. რადგან ეს არხის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სხვანაირადაც ახლა ვისაც შეიძლება არ ქონდეს საშუალება და ისე უბრალოდ დალაიქებაც და კომენტარებაც, ეგეც ძალიან დიდი საქმეა. ანუ თუ ჩემი ერთგული მაყურებლები ხარ და თუ მოგწონთ რასაც ვაკეთებ, არ არის აუცილებელი თანხას არ გულისხმობ. აი უბრალოდ რომ დალაიქოთ, ეგეც დიდი საქმეა. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.